მოგესალმებით, დღეს 21 ნოემბერია, უყურებთ კურიერს 10 საათზე ახალ ამბებს მარიკა გოცირიძე გაგაცნობთ. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია უქმდება აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ უმრავლესობაში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ ინიციატივის მნიშვნელობას და ნაციონალური მოძრაობის ბრალეულობაზე საუბრობენ ოპოზიცია კი ცვლილებას სკეპტიკურად უყურებს. თავარი კითხვა, რაც მე პირადად მიჩნდება ამ ოცნების ამ ახალ ეგრეთ წოდებული ინიციატივასთან დაკავშირებით, არის ის რატომ ახლა და კითხვები მიჩნდება იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის ეს კავშირში მაგალითად ჩორჩანას ეპიზოდთან. იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივაც ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით არ არის ნაკარნახევი. თავის დროზე ვინც ქართულ საკანონმდებლო სივრცეში გააჩინა ტერმინი სამხრეთ ოსეთი, ის რა თქმა უნდა ოკუპანტს აძლიერებდა, ამიტომ მნიშვნელოვანი არის ეს ინიციატივა და ჩვენ ფაქტობრივად იმ ცვლილებებს, რაც ნაციონალურ მოძრაობამ შეგნებულად ჩაიდინა თავის დროზე და ესეც იყო საქართველოს ტერიტორიული მდგომარეობის წინააღმდეგ ერთგვარი აქტი მათი მხრიდან, ამ ყველაფრისგან წმენთ და ვასუფთავებთ ჩვენ საკანონმდებლო სივრცეს და შემთხვევითი არ არის რომ თავის დროზე ერთი მეორეს მიღმა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან როგორც სამხრეთ ოსეთის აი ამ ტერმინის კანონმდებლობაში შემოტანა ისე ღალატის მუხლის ამოღება საქართველოს კანონმდებლობიდან. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა პარლამენტში გრძელდება. მომმართველი გუნდის ინიციატივაზე მსჯელობა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხდომაზე გაიმართება. ერთ-ერთი ცვლილება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს ეხება. მომმართველი გუნდი თვლის, რომ მსგავსი კანონი არაერთ ქვეყანაში მოქმედებს და შექმნილ ვითარებაში მისი მიღება საქართველოშიც გონივრულია. სიახლის ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა დაფასებენ ოპოზიციაში. რა თქმა უნდა, ის არის ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა, არა მხოლოდ შეზღუდვა, ხმის უფლების წართმევა და ემსახურება ერთადერთ ამოცანას, რომ დემოკრატია გაუქმდეს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია სწორედ საქართველოს საზღვრების ფარგლებში განხორციელდეს კენჭისყრის პროცესი, რათა იქნეს დაცული საკუთრივ არჩევნები გარკვეული გარე გავლენებისაგან. ეს არის აპრობირებული პრაქტიკა, ანუ თუ ჩვენ გადავხედავთ საერთაშორისო გამოცდილებას, არაერთი ქვეყნის მაგალითი ცხადყოფს იმას, რომ სწორედ მსგავსი მიდგომის პირობებში ტარდება არჩევნები, ამას ადასტურებს ისრაელის, მალტის, ირლანდიის და სხვა სახელმწიფოთა გამოცდილება. კანონთან კონფლიქტში მყოფ 14 წლამდე პირებთან მიმართებით სპეციალურ კანონზე მუშაობას იწყებენ კანონმდებლები. საკითხს დღეს ორ კომიტეტზე განიხილავენ. მომმართველი გუნდის განმარტებით მოქმედი კოდექსი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად არასრულწლოვანის დაკავების უფლებას არ იძლევა და საჭირო იყო ამ მიმართულებით ცვლილება. კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ინიციატივა გერმანული მოდელის ანალოგია. ინიციატივას კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციაში. არასრულწლოვანი თავად ძალიან იშვიათად დანაშაულს ჩადის, ხომ როგორც ეს ყოველთვის არის ვიღაც სრულწლოვანი, რომელიც ამას აორგანიზებს, რომელიც იღებს ამისგან სარგებლობას და უბრალოდ პოლიციას არ აქვს ან სურვილი გამოიძიოს ეს ყველაფერი და მერე ეს ბრალდება არასრულწლოვანებს. ამიტომ საბოლოო ჯამში სურვილი რომ მოდი ბავშვები დავსაჯოთ, გამოწვეული იმით რომ პოლიცია სულად მუშაობს, ან არ აქვს სურვილი დასაჯოს ის მართლა დასასჯელი. შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტის მიზანია სისხლისამართლეული პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი არასრულწლოვნების საჭიროებების დადგენა, მათი რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და მხარდაჭერა. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მათი გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში და ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს თავისუფლების აღკვეთას. აქვე აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა ხდება გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში და ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში. კიდევ ერთი თემა, რომელსაც დღესვე დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ, არის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდა. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად ორმაგდება სანქცია სიჩქარის გადაჭარბებისთვის, უსაფრთხოების ღმედის გამოუყენებლობისთვის, ავტომობილის მართვისას, მობილური სარგებლობისთვის, ასევე ტროტუარზე ან ქვეით და გადასასვლელზე დგომა გაჩერებისთვის. თუ კი აქამდე ამ დარღვევებისთვის 50 ლარიანი სახდელი იყო, ეს 100 ლარამდე გაიზრდება.
ძალიან მაღალი არის სამწუხაროდ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილ პირთა თუ დაშავებულ პირთა რაოდენობა. ბუნებრივია ეს საჭიროებს შესაბამის რეაგირებას. აქ მნიშვნელოვანია რომ იმ ნორმებს რომლებიც პასუხს აგებენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე ჰქონდეთ სათანადო პრევენციული ეფექტი. ეს კიდევ ერთხელ არის ორიენტირებული იმისკენ, რასაც ქვია საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. რატომ ჩაშალა ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირის დიალოგის ფარგლებში დღეისთვის დაგეგმილი შეხვედრა? განმარტებები ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. შალვა პაპუაშვილის თქმით, დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა ისეთი საქართველო, როგორც ახლა არის, დამოუკიდებელი, საკუთარი ინტერესების გამტარებელი და საკუთარ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული. მისი თქმით, ბრიუსელი მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას და არც ხელისუფლება ტოვებს უპასუხოთ მათ. ჩვენ და ამაზე კომუნიკაციაც იყო ძალიან აქტიური საგარეო სამინისტროსთან. მზად იყო დელეგაცია, რომ მიიღო მონაწილეობა ამ შეხვედრაში. მზად იყო, რომ ყველა ის ცრუ ნარატივი, რომელზეც დღეს ბრიუსელი დგას, ის დეზინფორმაცია, რომელსაც ბრიუსელი ავრცელებს, ამ დეზინფორმაციებზე არგუმენტირებული პასუხი გაეცა. და სინამდვილეში გაიხსნა ზუსტად ამ დიალოგს, ვინაიდან იციან, რომ ცრუ ნარატივებს ესე ვერ შეინარჩუნებენ და ერთი მართალი სიტყვა ჩამოამსხვრევდა ამ ცრუ ნარატივებს. ასე რომ სუსტი ვინც გაურბის დისკუსიას, ის არის სუსტი, ძლიერს არ ეშინია დისკუსიის და ჩვენ ამიტომ არის ყველა შემთხვევაში ხედავთ, რომ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერ რადიკალურ აზრის მქონე ადამიანთანაც კი დისკუსიას და მსჯელობას გაურბიან სუსტები. რაც შეეხება ამ საბაბების ძიებას, რომ თითქოს ვიღაცა იყო მისთვის მიუღებელი, დელეგაცია ჯერ ისევ ვინ ეკითხება იმ მეორე მხარეს როგორ დაკომპლექტდება ქართული დელეგაცია, მათ უსურთ მოისმინონ პასუხები, საქართველოს მთავრობამ დააკომპლექტა დელეგაცია ისე, რომელიც გასცემდა კომპეტენტურ პასუხებს და მეორე, ვინ გვეუბნება ამას ბრიუსელი, სადაც ევროკომისიის კაბინეტებში ზურაბ ადეიშვილი ეჯდა, აი სულ ცოტა ხნის წინ მართლმსაჯულების კომისართან რო ეჯდა ზურაბ ადეიშვილი წამების სისტემის შექმნელთან რო იჯდნენ და დიალოგი, დისკუსია და მეგობრობა და ჩახუტება ქონდათ. ეს ხალხი გვეუბნება, ჩვენ გვიწუნებს რაიმეს ჩვენს დელეგაციაში. აი ეს ხომ არის აბსოლუტური ფარისეულობა და კიდევ ერთხელ სოვეტიზაცია ბრიუსელის. დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა ისეთი საქართველო, როგორც ვართ. დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა დამოუკიდებელი, საკუთარი ინტერესების გამტარებელი, საკუთარ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული საქართველო. ასეთი საქართველო ჩვენ არ ვჭირდებით. და ჩვენ ვიცით მათ როგორი საქართველო უნდათ. უნდათ ცალფეხზე მდგომი საქართველო. ბიძინა ივანიშვილი კრედიტ სუისის წინააღმდეგ რამდენიმე დღეში ბრიტანეთში საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება. ქართული ოცნების დამფუძნებელ სინგაპურსა და ბერმუდში უკვე მოგებული აქვს ორი ინსტანცია, ორივეგან შვეიცარიულ ბანკს ფულის დაბრუნება და სრული ზარალის ანაზღაურება დაეკისრა. ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნების დამფუძნებლის ადვოკატმა წერილი გაავრცელა. თეიმურაზ წიკვაძე ვრცლად განმარტავს 24 ნოემბერს ლონდონში ჩანიშნულ პროცესზე, სადაც სამართლებრივი დავის გარდა საუბარია ჩრდილოვანი მმართველობის გავლენებზე და იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელ საკუთარი ფულის განკარგვა შეუზღუდეს. ადვოკატი წერს, რომ დიდი ალბათობით ორი ინსტანციის შემდეგ ლონდონში გამარჯვება ამჯერადაც მათ მხარეს იქნება, თუმცა არ აქვთ იმედი, რომ მოგებული თანხების განკარგვის საშუალებას მისცემენ. ამის მიზეზად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან წარმოებული შანტაჟი და პოლიტიკური დევნა სახელდება. ჩვენ მიერ წარმოებული სამართლებრივი დავები 10 წელზე მეტი აგრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ საქმე მისი შინაარსიდან გამომდინარე უპრეცედენტოდ მარტივია. ხელის გულზე დევს მთელი სისტემის მხრიდან ერთი ადამიანის მიზანმიმართული დაყაჩაღების საქმე. ჩვენ მოვახერხეთ და სინგაპურში წარმოებული დავა გამარჯვებით დავასრულეთ. ასევე გავიმარჯვეთ ბერმუდაზე ორი ინსტანციის სასამართლოში და ახლა სწორედ მესამე და უმაღლესი ინსტანცია გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ამ საქმეზე. სასამართლო დავები
მოთხოვების პარალელურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა დროთა განმავლობაში ახალ მასშტაბებს და აბსურდულობის ახალ მწვერვალებს იპყრობდა. რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა მას საქართველოში რუსული ინტერესების გატარების საბაბით. აშკარად იკვეთება, რომ არაფორმალურ მმართველებს, იგივე Deep States, აშკარად უჭირს სასამართლო სისტემისა და პროცესების გაკონტროლება, მით უმეტეს, როდესაც საქმეში იოტისოდენა კითხვის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ მათ ხელთ აქვს სხვა არაერთი ბერკედი, მათ შორის ჩემ მიერ ხსენებული სანქციები. გარდა იმისა, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციიდან არავის აუხსნია კონკრეტულად რის გამო დააწესეს სანქცია, რა იყო ის რუსული ინტერესი, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა საქართველოში გაატარა უსაფუძვლოდ, უმიზეზოდ დაწესებული სანქცია, სწორედ იმ თანხაზე მიმართეს, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ლონდონში სწორედ 24 ნოემბერს გამოცხადდება. ეს არის ორიდან ერთ-ერთი მსხვილი აქტივი, რომელიც ბატონ ივანიშვილს უცხოეთში აქვს. სანქციების დაწესებამ იმ თანხაზე, რომელიც ჩემს მარწმუნებელს ჯერ საბოლოოდ სამართლებრივი გზით არ დაუბრუნებია, მარტივი მესიჯი იყო ჩვენთვის. შესაძლოა სასამართლო მოიგოთ, მაგრამ აქტივის დაბრუნების საკითხს მაინც ჩვენ გადავწყვეტ. არის კიდევ ერთი უფრო მეტად ცინიკური და თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად შვეიცარიაში, კერძოდ ბანკ ჯულიუს ბაერში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის ამ თანხებთან, ბანკმა ხულიგნურად გააჩერა როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი, ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდა მის მეუღლეს და შვილებს და თუ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში შვეიცარიის ბანკი სრულიად აბსურდულად, მაგრამ მაინც საბაბად ამერიკულ სანქციებს იყენებს, ვერაფერს და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ აქვს დაყადაღებული მეუღლის და შვილების თანხები. სპეცსამსახურები წინა ადმინისტრაციის ხელით ბატონი ივანიშვილის მეუღლეს და შვილებს რუსული ინტერესების გატარებისთვის ვერ დაასანქცირებდნენ, რადგან ეს Deep State-ისთვისაც კი გადამლაშება იქნებოდა, თუმცა სადაც ფორმალური მიზეზების მოძებნა უჭირთ, უხეშ, ყაჩაღურ მეთოდებზე გადადიან. ახალი გარემოებების საფუძველზე 2019 წლის 23 ივნის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ-მკვლელობის ფაქტი გახსნილია. გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ ერედაში მცხოვრებ წარსულში ნასამართლებმა პირმა მეორე პირს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვის საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. დანაშაულის ჩამდენი პირის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. ახალი ბრალი კი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს პროკურატურასთან ერთად წარსულში მომხდარი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული გახსნეს. საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოებების საფუძველზე დადგინდა, რომ 1991 წელს დაბადებული გფ განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად გაუსწორდა მკ-ს თავისა და სახის არეში ბლაგვის საგნის გამოყენებით მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რამაც მსხვერპლის სიკვდილი გამოიწვია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მეორე და მესამე ნაწილების ბ ქვეპუნქტით გფ-ს წარედგინა ბრალდება, რაც ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოწვევით თბილისს სტუმრობს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის კოლეგა მინისტრები შეხვედრას გამართავენ გაფართოებულ ფორმატში და ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც ხელშეუწყობს სამართალდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას. დელეგაცია ასევე ეწევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებს და მათ საქმიანობას გაეცნობა. უკრაინაში ომი გრძელდება. ზაპოროჟიეს ოლქზე რუსეთის მორიგი შეტევისას დაიღუპა 5 ადამიანი. უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით თავდასხმას მოყვა აფეთქება, დამწვარია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა ტერნოპოლში. ქალაქზე მიტანილ იერიშს 28 ადამიანის სიცოცხლე მსხვერპლა. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. პარალელურ რეჟიმში რუსეთის თავდაცვის ძალები ერწყმუნებიან, რომ უკრაინაში კუპიანსკის რაიონზე სრული კონტროლი მოიპოვეს. გავრცელებულ ინფორმაციას ყოფს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
საერთაშორისო მედიაში უკრაინის ომის დასრულების ის გეგმა ვრცელდება, რომელიც არსებული ინფორმაციით ვაშინგტონმა და მოსკოვმა ფარულად შეიმუშავეს. ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე-ფაქტო რუსულ რეგიონებად აღიარება შემცირებული უკრაინული სამხედრო არსენალი ნატოს გაფართოებაზე უარი და უსაფრთხოების სიტყვიერი გარანტია. ომის დასრულების გეგმის შტატებისგან მიღებას ადასტურებენ უკრაინაში. პრეზიდენტის ოფისში ამბობენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ახლა დონალდ ტრამპთან შეხვედრის მოლოდინშია. სამშვიდობო გეგმის გარშემო ფარული მოლაპარაკებების რეალურობა დაადასტურეს თეთრ სახლშიც. ამერიკის პრეზიდენტის მთავარ რეზიდენციაში აღინიშნეს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა გეგმის შესახებ დამატებით დეტალებზე ვერ საუბრობენ. ხანძარი გაჩნდა ბრაზილიაში მიმდინარე გაეროს კლიმატის კონფერენციაზე. შემთხვევის გამო შენობიდან მონაწილეების დაუყოვნებლივი ევაკუაცია გახდა საჭირო. რაც შეეხება მიზეზს, ხანძრის გამოწვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, გაეროს კლიმატის ცვლილების 21 ყოველწლიური კონფერენცია ბელემში იმართება, მოლაპარაკებებს ათასობით მონაწილე ჰყავს. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე ამით გემშვიდობებით, კურიერი 12-ზე უკვე კესო ქაფიანიძესთან ერთად დაბრუნდება.